რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. Такого точно не было очень. ნახეთ, ასეთი რამ ძალიან ბევრი წელია არ მომხდარა. აი, რუსეთის პრეზიდენტის ცენტრში. კამერას რომ გავაყოლებთ კი, სულ რამდენიმე მეტრში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რუსეთისა და საქართველოს ლიდერები მრავალი წელია არსად გადაკვეთილან, არც ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე. აი, თურქმენეთის ფორუმზე კი ეს შესაძლებელი გახდა. კი, ჩვენც გვიხარია. უკვე წინა კვირაში ერთხელ ვიზეიმეთ, რომ კობახიძე 1 წლის განმავლობაში მესამედ ჩავიდა თურქმენეთში. მესამედ. იმიტომ რომ როგორც ვოლსკიმ გააბრავა თურქმენეთში თურმე საქართველოს ბედი წყდება. ზუსტად იგიტყო პრემიერ-მინისტრის ასული, სადაც საქართველოს ყვალინდელი დღე წყდება და ეგეგმება. მაშინ ძალიან დაგწუხდა გული, რომ საქართველოს ბედი ამ შორეულ არც თუ კარგად ნაცნობ, არც თუ დემოკრატიულ და არც თუ თანამედროვე ქვეყანაში უნდა გადაწყდეს. მხოლოდ იმიტომ რომ იქ კობახიძესთან ერთად მაგიდას პუტინი უზის. მაგრამ კადრი ვნახე და ცოტა შეგვეცოდა კიდეც. აქეთ პუტინის უკანალი ჩანს. იქითაც პრინციპში. ბორიას მარჯვენა ხელი, მოდი ასე დავარქვა. დგას მარტო და კაცი არ ელაპარაკება. მაგასაც ხომ მოხერხება უნდა. ავტოკრატებში, დიქტატორებში, ამდენ დედამში, ზედაც არავინ რომ მოგაქციოს ყურადღება. რომ იცი როცა იდეაში სულ შენნაირები არიან. ირგიზეთის პრეზიდენტი მაგალითად, რომელიც შენნაირ რუსულ კანონებს იღებს და მედიასა და სამოქალაქო სექტორს შენნაირად აღჭობს რუსულად. მიდი ბჭო დაელაპარაკე, გამოკითხე. ის თავისას გეტყვი შენი უთხარი. ქიმიური ფორმულები გაცვალეთ მაგალითად, კამიტი იქნება თუ რაც იქნება. უთხარი სად იყიდოს, ვის დაურეკო შენი სახელით, რომ კაი ფასში მიცენ. ნატო ეჩაი ხარისხზე. უზბეკეთის პრეზიდენტს დაელაპარაკე. აზერბაიჯანის პრემიერს კითხე, ახალგაზრდა ოპოზიციონერი რომ გარდაიცვალა ახლა ციხეში, რისთვის იჯდა თქო. ეგენ თუ არ გელაპარაკებიან სან-ტომესა და პრინსიპის პრეზიდენტია მანდ, კარლოს მანუელ ვილანოვა. ეგეც საერთოდ არაფერ შუაში აშგაბათში და ალბათ შენსავი დაეხეტება როგორც შემოდგომის მოწყვეტილი ფოთოლი. გააჩერე გაუბი მასლაათი, როგორ მოხდი თქო ბოლო-ბოლო ის კითხე. მოკლედ, მიდექი, მოდექი, შეაწუხე ხალხი, ვიღაცას ხელი ჩამოართვე, ვიღაცას პადრუჩკი გაუყარე, ვიღაცას გაუღიმე, ქენი რამე, მაგას სოციალიზაცია ქვია და პოლიტიკა სწორედ დერეფნებსა და კულუარებში კეთდება. რავი, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს. ჩვენ ჯანდაბას და გიავოლსკის მაინც არ გაუცრო იმედი. იმან თქვა რომ აშგაბათში გადაწყდება საქართველოს ბედიო და ვინ უნდა გადაწყვიტოს თუ აბუეტივით მარტო მიბლაყუნე. შეხედეთ, ერთი გამოაპარა ჩვენმა ირაკლიმ თვალე დიდი ბელადისკენ და მორცხვად უკან გაიხედა. ვერ გაუბედა ეთქვა რას გრძნობდა. როგორ ამაყობდა მასთან საერთო ჰაერის სუნთქვი და რომ ჯიბეში გრძელი უსტარიედო პირადად ბორიას დაწერილი ხელიდან ხელში გადასაცემ. ტრაკი კონტაქტი მგონი არ შედგა, ახლა გაგვაგებინეთ ვოლსკის რა უთხრათ. საქართველოს საკითხი ისევ გადასაწყვეტია? ახლა სადმე სხვაგან უნდა მოვიხელთოთ პუტინი რომ ვკითხოთ რა უბდევს გულში. თუ არის კონტაქტის რამე სხვა ალტერნატიული კანალები. იქნებ მოსკოვში ჩავაკითხოთ ან რომელიმე ბუნკერში სადაც ზის. ან იქნებ გეორგიევსკში გამოგვიგზავნოს ელჩები. ბოლო-ბოლო ჩვენსაც დავპატიჟოთ. ეგ დაგვრჩა მხოლოდ გაუკეთებელი და გადავდგათ ეგ ნაბიჯიც. და მადლობა უთხრათ მშვიდობისა და მართლმადიდებლობისთვის. ჩემი Facebook-ის პოსტი უნდა გაჩვენოთ ერთი. ვერ მოგიტმენ რო არ გაჩვენოთ. 14 დეკემბერი 10 საათი და 38 წუთი. ხაშურის სამუსიკო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა. 2022 წელს მისი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 320,000 დაიხარჯა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია მერიის სახურავიც. გამოცემის ცნობით ქარმა ადგილობრივებსაც შეუქმნა პრობლემები. სტიქია ცუდია, ვგმობ ქარსა და ურაგანს. მაგრამ იმდილით რაღაც ნამეტანი გურულად მომივიდა და სათაურად მივაწერე, მე მივაწერე. დახელფასებულმა ნაცებმა გადმოაგდეს სახურავი მეთქი. გავიარეთ. თენდება მეორე დღე და ისევ მთავარის Facebook-ი, ისევ ქართლის ამბებზე, ძალიან კარგ საუკეთესო პორტალზე დაყრდნობით, თემას უბრუნდება. ხაშურის მერია ქარმა მუსიკალური სკოლის სახურავის მხოლოდ ის ნაწილი ახადა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო გაკეთებული. აი რა უნდა ვიფიქრო. ხაშურის მერიაში თქვენა ბიჭო მართლა დებილები ხართ? თუ თქვენზე დებილი სხვა გგონიათ. სასწრაფოდ აღიარეთ ჩემი საავტორო უფლებები მაგ ხუმრობაზე და გადმომირიცხეთ საავტორო ჰონორარი. ანგარიშის ნომერს პირად შეტყობინებაში მოგწერთ.
სანამ ხაშურის მუსიკალური სკოლა უსახურავად დგას, როგორც გავიგე და ასე ტრადიციული ქალაქი უხელოვნებოდაა დარჩენილი, კულტურის დარგში მაინც გვაქვს დიდი გარღვევა. გარღვევები. ჯერ კინო გაგიხარდება თუ ჯერ მწერლობა. კაი, მოდი ჯერ მწერლობა იყოს. მეც მაქვს პატარა მიზეზი ცოტათი გაგეპრანჭოთ. საქმე იმაშია, რომ დღეიდან მწერალთა კავშირის წევრი ვარ და ასევე გადმომეცა ჯილდო საქართველოს კულტურის დესპანი და ეს არის ძალიან მაღალი წოდება. დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი ნაწარმოებები სამენაზეა თარგმნილი და იმედი მაქვს, რომ აი ამ მაღალ ჯილდოს გავიტან სხვადასხვა ქვეყანაში. ლალი მოროშკინა, ცნობილი ოტელიერი, ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტოლოგი, პენიტენციოლოგი და ამერიდან კულტურის დესპანიც. ვინმე ანიჭა ესოდენ მაღალი წოდება? ხომ გითხრათ გასაგებად, მაყვალა გონაშვილმა. მაყვალა გონაშვილი ვიღაო, იკითხავთ ახლა თქვენი უმრავლესობა და პასუხი გაგაუცებთ. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. კიდევ არსებობს მწერალთა კავშირიო? არსებობს. და ლალი მოროშკინაც მისი წევრია, როგორც თანამედროვეობით ცნობილი ქართველი მწერალი. სამენაზე ნათარგმნი. და მწერალთა კავშირი თუ არსებობს, რატომ არაფერს ამბობს მაგალითად ზვიად რატიანის უკანონო პატიმრობაზე? ან სულ მცირე, იმას მაინც რატომ არ აპროტესტებს, რომ პოეტკაც ციხეში კალამსა და ქაღალდს არ აძლევენ? ამასაც ხომ იკითხავთ? ხო და არც ცალიად ბატონო. საკუთარი გენიალური წიგნების წერისგან თავისუფალ დროს ლალი მოროშკინასთვის კულტურის დესპანის საპატიო წოდების მინიჭების ბრძანებებს წერია. ზვიად რატიანისა და სხვებისთვის არც ცალიად უბრალოდ. კულტურის აღმავლობის მეორე ამბავი ასევე დიდად სასიხარულოა. გოგა ხაინდრავამ კონკურსში გაიმარჯვა. ძალიან ძლიერ კონკურსში, რა თქმა უნდა. სახელმწიფო კინოცენტრის კონკურსში. ფილმს, რომელსაც დიდი მაესტრო გადაიღებს, ჭეშმარიტად ხაინდრავასებურად შენდობა ჰქვია. ეგ ხო ისეთი გულჩვილი კაცია, სხვას ვერს დაარქმევდა, როგორც ვიცით. ფილმი არის როენა მამიდას თავგადასავალი საროსკიპოში. აი ეს ისტორია. ძალიან ცუდი იუმორი გაქვთ, იცით ხომ ალბათ? მომავალი შედევრის შესაქმნელად მაესტრომ 955,000 ლარი მიიღო. 955 რა არისო, იკითხავთ თქვენ, ბარე მილიონი აიღო. მილიონი რა ღორი ხო არა? სხვასაც დაუტოვა ცოტა. ეგ ხო ფულისთვის არ მუშაობს, მაგას დიდი ხელოვნება უჩქებს ვენებში. რას დავდივით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.